ცხოვრებაში არ გეგმავდი ამერიკაში ცხოვრებას და ჩამოსვლას, და ძალიან შორი იყო და მე კიდე მანამდეაც ჰქონდა საშუალებები, მაგრამ რაღაც დონეზე არ იყო ჩემს სამომავლო გეგმებში, მაგრამ აი ცხოვრება მაგიტომ არის საინტერესო, რომ მოულოდნელობებით არის სავსე და ესე მომიწია. ცხოვრობ ნორთპორტში, აი ესეთი ულამაზი სახლზე, ოკეანემზე, მაგრამ დასწორებს მოკლედ და ვარ ბედნიერი, გვაქვს ჩემი საკაიფო სტუდია, სადაც მუშაობ ალბომებზე, რომელიც ჩაუწერელი მაქვს და რაღაც წიგნებზე ჩემსაზე და მოკლედ არტისტულ შემოქმედებით წვაში ვიმყოფები, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჯგუფი ჩემთვის რჩება და არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ცხოვრების მონაკვეთი, სასიამოვნო ტკბილი მოგონება, საინტერესო ძალიან პერიოდი ჩემი ცხოვრების, მაგრამ ადამიანი მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ, რაღაცა სიახლის ძიებისკენ და ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამერიკაში გადმოსვლის, გადმოცხოვრების, ასე ვთქვათ, 13 წლის წინ, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემს მეუღლესთან ერთად, უკვე აქ გვეკეთებინა მუსიკა და დღეს აი ამ სფეროში აქტიურად საქმიანობთ. ზოგადად გარემოს ქვეყნის გამოცვლა და სხვა ქვეყანაში გადაცხოვრება ყოველთვის უკავშირდება რაღაცა სიახლის ძიებას. არც მე არ ყოფილვარ ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ჩემი გადმოსვლაც ამერიკაში უკავშირდება რაღაცა ახალი საინტერესოს კეთებას და მე ვთვლი, რომ 13 წლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი არჩევანი, რაც ცხოვრებაში მიმიღია. პირველად როცა ლადო ეკრანებზე ვნახე, მე ვიყავი მე-9 კლასელი გოგო, რომლისთვისაც ლადო იყო ერთგვარი რაღაცა მოვლენა ქართულ მუსიკალურ სამყაროში და დღეს როცა მე მომიწია ესეთ დიდ არტისტთან, ესეთ ნიჭიერ და არაორდინალურ ადამიანთან მუშაობა, ჩემთვის იყო პირველ რიგში უდიდესი პასუხისგებლობა, ძალიან დიდი გამოწვევა, რამდენად გაამართლებდა ეს კოლაბორაცია და დიდი სიამოვნება. ია როგორც მოგეხსენებათ, რა ვიცი, მე თავისი ვიდეოები და მაესტრო როცა იყო იმ პერიოდში ძალიან კარგად დამამახსოვრდა და ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო თავისი ვიზუალით, თავისი სიმღერის სტილით და რა ვიცი, მე მგონია არჩევანი ძალიან სწორი გაკეთდა და ძალიან შედეგიანი გამოვიდა სიმღერაც. ეს სიმღერა დაიწერა 91 თუ რაღაც მოკლედ აი ეს 91-12 წლებში დაიწერა, მაგრამ მომწონს ეს სიმღერა და მთლიანად ალბომი ძალიან მაგარი არის. და რაღაც დონეზე მაშინ სულ სხვა რეალობა იყო საქართველოში, რა თქმა უნდა და დღეს სულ სხვა რეალობაა, მაგრამ ჩემი მუსიკა იმიტომ არის აკაიფო და მაგარი, რომ აქტუალურობა რაც დრო გადის უფრო იძენს აქტუალურობას ვიდრე კარგავს. ისე რომ მოусმენთ ამ სიმღერასაც მიხვდებით, რომ განსაკუთრებით ისეთ მშვენიერ არსებასთან ერთად და მომღერალთან და პიროვნებასთან, როგორც არის იამანიშკა, გამოვიდა საკაიფო, თან დავიმაც თავისი პროფესიონალური ნიჭები, ყველაფერი გამოავლინა და ვიდეო და ყველაფერი, რავი, მე პირადად მომწონს რაც გაკეთდა რა. ნამდვილად რთული მისია მერგო, იმიტომ რომ ორი რადიკალურად განსხვავებული არტისტი, ლადო ბურდული და ია მანიშკა, უნდა რაღაცნაირად გაერთიანებულიყვნენ ამ ვიდეოში და სიმღერაში. ლადო ბურდული არის მძიმე მუსიკაში, როკ მუსიკაში, ია არის პოპ მომღერალი და რაღაცნაირად ისე უნდა გამოსულიყო ყველაფერი, რომ მოხდენოდა ორივეს ეს სიმღერა და ვიდეო. გიხურებ შენ და ვხდები მხოლოდ ერთს, გეხები შენ და ვგზნობ მხოლოდ ერთს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რაღაც ესეთი შუალედი დავიჭირე, რაც ორივეს ძალიან მოუხდა. თვეები დამჭირდა, რომ გამიაზრებინა და გამიანალიზებინა ჩემი როლი ამ სიმღერაში, იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად დიალოგი, ადამიანის დიალოგი საკუთარ მფარველ ძალასთან, მფარველ ანგელოსთან და ზუსტად აი ეს როლი დამიკისრა მე, რასაც ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზად ჩემი ვარდისფერი თმებით განსაკუთრებით გამიადვილდა ამ როლში შესვლა. ვიცი რა არის, საერთოდ ჩემი სიმღერები ყველანი არის ჩემზე დოკუმენტალური ფილმივით არის. როცა რაღაც სიმღერებს მღერივარ, ყოველთვის ვიხსენებ იმ პერიოდს და დოკუმენტალური ფილმივით მიდის პარალელურად თვინში ის ეპოქა, ის დრო, რატო დავწერე, რა იყო ამისი განპირობებული მიზეზები, ამისი რამ განაპირობა ეს ტექსტები და ძალიან მაგარი არის
აი მე ყველა ჩემს სიმღერას ესე უყურებ როგორც დოკუმენტალურ ფილმს იმ ეპოქაზე, იმ პერიოდზე, როცა ეს სიმღერა დაიწერა. ეს არის მე მგონია ერთადერთი აი ეს თუ შეიძლება ასე ითქვას ამერიკაში თანამედროვე მუსიკაში გაკეთებული ერთადერთი ვიდეოა, რომელიც რაღაც დონეზე სულ სხვანაირად ამერიკული ვერსიიდან გამომდინარე სიახლე იქნება ქართველებისთვის, რომ გაკეთდა, შეიქმნა აქ და ეს ამერიკული ენერგია და სულისკვეთება ამ სიმღერაში ძალიან ბევრი არის, ისე რომ რა ვიცი. გაგისწორდებათ რა.